გესალმებით, ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს 26 ოქტომბერია, კვირა დღე. მე გიბრუნდები სპორტული სიახლეებით და თქვენთვის ბევრი სასიხალო ამბები მაქვს მოსაყოლე. ასე განახლებულია ახალი ინფორმაციით ჩემპიონატების შესახებ, მინდა მოგახსენოთ რა ვითარება და ასე შემდეგ ტოპ ჩემპიონატების იღლის. დავიწყოთ იმით, რომ როგორც ვიცით, ლივერპულმა მეოთხე წაგება უკვე წაგებების სერიას აგრძელებს ლივერპული და წაუგებელი სერია. რა თქმა უნდა, დიდი ხანია შეწყვიტა ლივერპულმა ისეთი სახალბიელო მდგომარეობა არ აქვს 9 მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 4 წააგო და 15 ქულავს ლივერპულს მე-6 პოზიციაზეა. რა შეეხება არსენალი მე-19 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება პირველ პოზიციაზე. რა შეეხება იმას, რომ თუ კარგად დავაკვირდებენ ამ ყველაფერს, უნაიტედი უკვე საკმაოდ კარგად გაინჯობესა მდგომარეობა პრემიერ ლიგის ჩემპიონატში, მე-4 ადგილზე 16 ქულად მანჩესტერ სიტი და უნაიტედს ძალიან საინტერესოს მითარდება მოვლენები პრემიერ ლიგის ჩემპიონატში. როგორც მოგეხსენებათ, ეხლა მე მინდა გითხრათ, ლა ლიგაში გუშინ მორიგი მატჩი სტუმრად ვალენსია დამარცხდა ვიარიალთან 0-2 და ვიარიალმა ამოგების შემდეგ კი მე-3 პოზიციაზე იმყოფება 20 ქულით და ლა ლიგაში საინტერესო ხდება საჩემპიონო ბრძოლა და უფრო საინტერესო და საყურებელი გახდება ლა ლიგა. დღეს ლა ლიგაში მორიგი მატჩი კლასიკო ბარსელონა მადრიდის რეალი. ჩაბი ალონსო წვრთნელის რანგში პირველ სადებიუტო მატჩს გამართავს მადრიდის რეალის წვრთნელი თბილისის დროით 19 საათზე და 15 წუთზე სიგ უნივერსალის შემოგთავაზებით. ასევე ნაპოლმა მილანის ინტერს 3-1 მოუგო და ნაპოლმა მოგების შემდეგ კი პირველ პოზიციაზეა. მერე მოდის მილანი, რომა. ძალიან საინტერესოს მითარდება მოვლენები სერიაში, საჩემპიონო ბრძოლა უფრო იძაბება. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ ლა ლიგაშიც იგივე სიტუაცია ეხა მადრიდის რეალს 24 ქულავს, ბარსელონას კი 22 ქულავს. ძალიან დაძაბული და დრამატული ბრძოლა შეიძლება ვიხილოთ და ძალიან საინტერესო მატჩი. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ და ლაიქეთ, მაქსიმალურად გააზიარეთ.